ის გთხოვ 2 ლატე გაგვიკეთეთ, დარიჩინით. ოღონდ ჩაქრის garaშე. კარგი მასწავლებელო მაიკ, 2 ლატე დარიჩინით, 2 ცხობილას საჩუქრად მოგცემთ. რა იყო მასწავლებელო მაიკ, სიყვარული არა თბობს? რა თქვი პიცა? არაფერი, უბრალოდ ვიხუმრე. ცუდი ხუმრობაა. შოკოლადის, ქოქოსის და ვანილის გვაქვს, რომელი გინდათ? ქოქოსი თუ შეიძლება. შოკოლადის. სად არის ბანი? ები, დაწყარდი, დარწმუნებული ვარ მალე მოვლენ. ცოტა ფაქისად უნდა მოექცე. მაიკ, ნუ მასწავლი. მის მინე მასკოტ არიცი როგორ ხასიათზეა დღეს მწვრთნელიები? წარმოდგენა არ მაქვს. შუაში მოვყვებით. გოგო ზომბები. თქვენი ზომბი შეყვარებულები სად არიან? ფეხბურთელებო, თავი დაგვანებეთ. ხო, გოგოებს ნუ უყვირით, უხერხულია. და გუშინ თქვენ არ იყავით შეშინებულები? არა, ჩვენ არ გვეშინოდა. უბრალოდ გაგვიკვირდა. გოგოებო, კომფორტულად მოთავსდით, ახლა შოუს ვუყურებთ. ხო, მწვრთნელიები ბანის დასჯის. ძალიან მაგარი იქნება. მოიცადე. გოგოებო, რა მოხდა? გუშინ ვიღაც უცნაური მეზობლები მოვიდნენ. ბაყაყებო, ჩვენზე ნუ ჭორაობთ. ჩვენ არასდროს უჭორაობთ, უბრალოდ ფაქტებს ვამბობთ. გამარჯობა მწვრთნელოები, მოვედით და გვიძახეთ. ები, გთხოვ, შვიდად. კარგი მაიკ, გოგოებო, გუშინ რა გააკეთეთ სახლში, როცა მე არ ვიყავი? მწვრთნელოები, ლედი ბანის ფარტი გქონდა სახლში გუშინ. თან უფლებაც მოგვეცით. ხო, გავერთეთ. ძალიან ცუდია რომ არ იყავით, ძალიან დაგვაკლდით. დაგაკლდით, კარგით რა, მგონი ეს უცხო ვიღაცები მოგენატრათ. ვინ მოიყვანეთ? მწვრთნელოები, ვიღაცამ უკვე გითხრათ? ყოველთვის ეუბნებიან. ხო, კარგი და კეთილი მეგობრები არიან, ჩვენი მეგობრები არიან. ერთ-ერთი ნეგატიული რაღაც, რაც აქვს ის არის, რომ სხვები წავიდნენ. სახლში გავაგზავნოთ, გელოდებით. ები. ჯანდაბა, აიბედით, ლატე არ დაგვილევია, კარგი წავედით. ეს ები ძალიან კაცრია. ის ტრენერია, კეთილი ტრენერები არ არსებობენ. ახლა ვერთხები ყველაფერს გვეტყვია და იქნება არ გითხრა. არა, გვეტყვიან, შანსი არ არის. კალათბურთელებო, დაგვიძახეთ? კი, გითხარით გუშინ ღამე რა მოხდა? მხოლოდ სიმართლე. კალათბურთელებო, როგორც კი გაგაგდეს, 2 უცხო ადამიანი მოვიდა. ხო, ბანის სტუმრები იყვნენ. ესე იგი სტუმრები და როგორ გამოიყურებოდნენ? ძალიან ფერმკრთალები იყვნენ და თვალის ქვეშ რაღაც უცნაური ჩალურჯებები ჰქონდათ. ხო, როგორც კი მოვიდნენ, ეგრევე დამთავრდა ფარტი. სმაილ, ისინი იყვნენ. ხო, გასაგებია. მადლობა ვირთხებო. კიდევ გაქვთ კითხვები? არა, თქვენთან მეტი შეკითხვა აღარ გვაქვს. სამაგიეროდ ბაჭია ჩრილდერებთან გვაქვს ძალიან ბევრი. ძალიან მაგარია კალათბურთელებს რომ ვეხმარებით. ხო, რაღაც მგონია რომ მალე ბანის დაშორდებიან. მოკლედ, გუშინ ფარტი გქონდა და 2 უცხო ადამიანი მოვიდა. ძალიან საშიშები იყვნენ, ისე შემეშინდა, მაგრამ პატრიკმა დამიცვა. ხო, დაგიცვა არა, ის პატრიკი კურდღელივით გაიქცა. თქვენ დაინახეთ 2 ვამპირი იყო. სისულელეს ნუ ლაპარაკობ, ვამპირები არ არსებობდნენ, 2 უცნაური ბიჭი იყო. კარინა, ბევრი უცნაური ბიჭი არსებობს, მაგრამ არც ერთს არ აქვს ასეთი კანი და ჩალურჯებები თვალებთან. ხო, ის დაინახეთ, ვენებიც კი ეტყობოდათ, ისეთი ლურჯი იყო. მეგობრებო, ძალიან მაგარია, ცუდია რომ მეც არ ვიყავი, საერთოდ არ შემეშინდებოდა. ყველაზე შეშინებული შენ იქნებოდი, მეც შემეშინდა, არა და დაცული ვიყავი. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ახლა მწვრთნელიები ჩრილდერებს ეჩხუბება. კალათბურთელებო. გუშინ ისეთი რაღაც გამოტოვეთ. მართლა? და მაინც რა გამოვტოვეთ? რამე იცით? თქვენ გუშინ ღამე წვოლებიდან გაგაგდეს და ჩრილდერების ახალი თაყვანისმცემლები ვერ ნახეთ. ძალიან საშიშები არიან. ხო, თქვენს კი უფრო ლამაზები ხართ. ხო, და განსხვავებულებიც არიან, მაგრამ ერთი კეთილი ჩანდა, მეორე არა. მეორე ყოველთვის საფაჭის რეზინას ღეჭავდა, ასე. მადლობა ინფორმაციისთვის. ყველაფერს გავარკვევთ. ჩრილდერები შარში არიან, ჯერ მწვრთნელიები ეჩხუბება, მერე კალათბურთელები. კარგი, ეჩხუბლონ ჩრილდერებმა უნდა იცოდნენ, რომ უცხოების მოყვანა არ შეიძლება. მე მათი აღარ მეშინია, ჩვენი ოთახი კარგადაა დაცული. ხო, ჩვენი კარა და კარებს მთელი ღამე დაიკავებს. ბიჭებო, რო რამე თუ შემეშინდა თქვენ ოთახში შემოვა. არა, გოგოებო, ამ ები მართლა დამღალა უკვე. დედასავით ვერ გვეტყვის, ვისთან ვიმეგობროთ და ვისთან არა. სიმართლე რომ გითხრა, არ მეგონა რომ მომხელა პრობლემა შეიქმნებოდა ზიპის ან ზაგის გამო. ხომ გითხარით? გოგოებო, ამას შეხედეთ ყვავილები და წერილი. ვიღაც იყო აქ. ნახეთ რა საყვარლობა. ბანი, ვისაუბროთ? ვისაუბროთ მწვრთნელოები, ვისაუბროთ. მწვრთნელოები, რა პრობლემაა? რამე დავაშავეთ? არაფერი არ დაგუშავებია. თუ ფიქრობთ, რომ ამ სახლში უცხო ხალხის მოყვანა არაფრის დაშავება არ არის, მაშინ კარგი, ეს ნორმალურია? მწვრთნელოების სახლში ფარტი ნორმალურია ბოდიში უცხოებისთვის, ხო, მაგრამ მეზობლები არიან და ზოგიერთებზე უკეთესები არიან, ვინც აქ ცხოვრობს. ხო, ნორმალური ბიჭები არიან, რამე რომ სჭირდეთ არ დავუძახებდით.
ნორმალური ბავშვებმა სხვა ისტორია მომიყვეს. ყველა იმიტომ გაიქცა თქვენი ფართიდან, რომ ძალიან შეეშინდათ. მწვრთნელობი ბოდიში თუ ამ სახლში შიშარა ხალხი ცხოვრობს. სხვათა შორის ზიპი და ზაკი ძალიან კარგი მეგობრები არიან. მწვრთნელოები მართლა კარგები არიან, საერთოდ არ ვიცით რატომ გაიქცა ხალხი. კარგ ბიჭებს არავინ გაურბის, მითხარით ვინ არიან. აი, ები როგორ ეჩხუბება ბანის, გესმით? ხო, ძალიან მაგარია. და გაიგეთ ეს ბიჭები ვინ არიან. არა, მხოლოდ სახელები გავიგე, კარგი მოусმინოთ. კარგი მწვრთნელოები გავიგეთ, უცხოებს აღარ მოვიყვანთ ამ სახლში. ძალიან მიხარია თუ გაიგეთ. დიანა, რა დევს იქ? წერილი ზიპისგან და ზაკისგან? ხო, ბაყაყებო, გამარჯობა მწვრთნელოები, უბრალოდ გავდიოდით აქ, ხო, გადიოდით. დიანა და ნასია, ძალიან დიდი მადლობა, ფართი შესანიშნავი იყო. გვინდა რომ ვახშამზე დაგპატიჟოთ. ზიპი და ზაკი. ღმერთო ჩემო, არ წახვალთ. ხო? ხო არ წახვალთ. დიანა? კნოპა, რატომაც არა? ჩვენთან თუ ვერ მოდიან, ჩვენ შეგვიძლია მათთან მივიდეთ. ამიტომ წავალთ ამ ვახშამზე. დიანა, მაშინ ძალიან კარგად უნდა ჩავიცვათ. გოგოებო, როგორც თქვენი მეგობარი, მარტო აქ ვერ გაგიშვებთ, მეც წამოყვებით. კარგი, კიდევ ერთი პრობლემა. ვახშამზე რა უნდა ჩავიცვათ? დიანა, გუშინ ღამე წვეულებაზე რა მოხდა? თქვენთან ვინ მოვიდა? ახალი შეყვარებულები იპოვეთ? უფს, ყველა შეკითხვა დიანასთვისაა. კიდევ კარგი შეყვარებული არ მყავს. ბიჭებო, ძალიან ვწუხარ გუშინ მასწავლებელმა მაიკმა რომ გაგაგდოთ ფართიდან. ისეთი რაღაც გამოტოვეთ. გუშინ ჩვენი მეზობლები მოვიდნენ ფართიზე, ზიპი და ზაკი. ძალიან კარგი ბიჭები არიან. ხო, კნოპა. კი, გვინდოდა რომ მათ შეხვედროდით. ხო, ისინი წყალბურთელები არიან. არა, ზიპი ფეხბურთელია. კარგი კნოპა, ესე იგი უკვე იცი რომ ზიპი ფეხბურთელია, ყველაფერი გასაგებია. დიანა, ჩვენ რომ გამოგვაგდეს წვეულებიდან, სუსტად მაშინ რატომ მოვიდნენ ზიპი და ზაკი? მომისმინეს მალ, გვინდოდა რომ სიურპრიზი ყოფილიყო. გვინდოდა რომ შეხვედროდით ზიპს და ზაკს. არ ვიცოდი რომ მასწავლებელმა ეგთან კონფლიქტი გექნებოდა. საიდან უნდა მცოდნოდა? მე კითხვები არა, ხო, იმედი მაქვს, იმიტომ რომ მე თავისუფალი გოგო ვარ. თუ მინდა ვიმეგობრებ ზაკთან, თუ მინდა ზიპს ვაკოცებ. ღმერთო ჩემო. რა თქვი ნასია? შენ ხომ ზაკი მოგწონს? მოკლეს დიანა, ყველა მეზობლებთან მივალ, ზიპთან და ზაკთან და ვეტყურო თავი თქვენგან შორს დაიჭირო. გოგოებო, მათთან კომუნიკაცია არ შეიძლება, მათ საერთოდ არ იცნობთ. თან ძალიან უცნაურები არიან. რა იცით გონებაში რას ფიქრობენ? ბიჭებო, გთხოვთ არ შეეხოთ ზიპს და ზაკს. პირდებით რომ ამ სახლში ვეღარ ნახავთ. ხო, ბოდიში. გოგოებო, კარგი თქვენი ბჯერა, მაგრამ უნდა შეგგვირდეთ, რომ ზიპი და ზაკი თქვენგან გაქრებიან. პირობას დადებთ? გპირდებით. კარგი, საჭმელად წავალ. შეგერგოთ. ვაიმე, გადავრჩით, მაგრამ შეიძლება შემდეგზე ასე არ გაგვიმართლოს. გოგოებო, იმედი მაქვს ბიჭებმა ვერ დაინახეს ეს წერილი. კიდევ ერთი რაღაც ვიცი. ზიპმა და ზაკმა თუ აკოცეს ნორმალურ გოგოებს, ისინიც ნორმალურები გახდებიან. ან პირიქით, ეს ნორმალური გოგოები გახდებიან ზომბები. ხო, ნამდვილად არის ყოა. კარგი, მათთან არ ვიქნებით, უბრალოდ ვივახშმებთ, მაგრამ რა უნდა ჩავიცვათ? მეგობრებო, აქ ყველა ერთი მიზეზის გამო შევიკრიბეთ. საგანგებო სიტუაცია გვაქვს. რა მოხდა? მეგობრებო, შემოდიყავით. არ იცით? გუშინ ხო აქ იყავით? ხო, თქვენ არ დარბოდით შეშინებული ვირთხებივით? გეშინოდათ. ხო, უნდა მოვიშოროთ ეს ჩვენი მეზობლები. არ გვეხებიან და რატომ უნდა მოვიშოროთ? არა, ჯული მართალია. უნდა მოვიშოროთ ეს უცნაური მეზობლები. და შეგვიძლია იმ სახლში ბიჭები გადავიყვანოთ. გირჩევდით რომ საერთოდ არ გაკარებოდით მათ. ხო, არც გინდათ გაიგოთ ვინ არიან. ზომბები არიან. ვიცი რომ გგონიათ რომ ზომბები არ არსებობენ, მაგრამ ნამდვილი ზომბები არიან. ზომბები ჩემი საყვარელი რაღაცაა. სულ ზომბების ფილმებს უყურებ, მათი საერთოდ არ მეშინია. ხო, რაიან, ზომბები არ გიყვარს. მეგობრებო, შეიძლება მეც თქვა ერთი რაღაც. არ მესმის ამ ზომბების მიმართ ასეთი აგრესიულები რატო ხართ? რა მნიშვნელობა აქვს ადამიანები არიან თუ ზომბები? ხო, არაფერი არ დაუშოვებიათ. თუ მათი საერთოდ არ გეშინია, მიდი და მშვიდობიანად მოგვაშორე. ჩვენი ტვინების დაკარგვის გვეშინია. კარგით, მოდით ხმა მივცეთ, ვის უნდა გაგდება? და ვინ ფიქრობს, რომ უნდა შევეშოთ? გავავავთ. არ შევეხოთ. იცით რა, ჩვენ მარტო ხელები ვართ. ხო, და იქნებ ჩვენ მოვეწონოთ. არ აქვს მნიშვნელობა, ზომბები არიან თუ ნამდვილები, მთავარია სიყვარული. ცოტა გვიანია ბაყაყებო, ჩერილდერებს მიაქციეს უკვე ყურადღება. და იქნებ ამ ზომბებმა ჩერილდერების ტვინი შეჭამოს. იანა, მართლა გჯერა რომ ზომბები არიან? კარგი, გთხოვთ, მოიფიქრეთ, როგორ უნდა გავყაროთ ესენი გვერდზე სახლიდან. აქაურობას არ ეკუთვნიან, უცნაურები არიან. ტიმურ, ხო ყველაფერი გაიგე.
ხო, გასაგებია, ჩირლიდერებს თვალი უნდა ვადევნოთ. და ისე ეს წერილი საერთოდ საიდან გაქვს. ჩირლიდერებს ოთახში ვიპოვე, საწოლთან. სიპი და საკი ჩირლიდერებს ვახშამზე იპატიჟებიან. და იქნებ არც აპირებენ წასვლას. გოგოებს არ იცნობ, ალბათ უკვე ემზადებიან. წავიდეთ. კარგი. გოგოებო, წავედით? ხო, წავედით. მოიცა დიანა, ეს იმას ნიშნავს, რომ ზაკს და ზიპს ბოლოჯერ ვნახავთ? ნასტია, ხო, უბრალოდ ზაკს და ზიპს უეტყვით, რომ არ გვინდა, რომ მათ პრობლემები შეექმნათ. და ეტყვით, რომ შეყვარებულები გყავთ. ხო, კნოპა, ვეტყვით შეყვარებულებზე. წავედით ახლა. გოგოებო, მთავარია, რომ ვერავინ გაიგოს სად ვართ. ზაკ დაწყნარი, მაგას თავიდანები, არაფერი დაუშავებია. მოვლენ ჩირლიდერები, ნუ ნერვიულობ. არა, არ მოვლენ. უკვე 1 საათის წინ უნდა მოსულიყვნენ. ზაკ, ნუ ნერვიულობ, ხო იცი, გოგოები ყოველთვის აგვიანებენ. ხო, მაგრამ მე ზალინა და ზოია მოვლენ და ხო იცი, გააგდები. ზაკ, მოდი უბრალოდ გაიღიმე და კარხასიაძე იყო. გოგოებს მხიარული ბიჭები მოწონთ. აი მოვიდნენ, წამო, კარები გავაყოთ. არ დაგავიწყდეს, უფრო მხიარული იყავ. გამარჯობა ბიჭებო, მოდიში რომ დაგვაგვიანდა. ხო, პრობლემები შეგვექმნა გზაში და გუშინდელი ფართის გამო, მაგრამ საჩუქრები მოგიტანეთ. აბა შემოგვიპატიჟებთ? რა თქმა უნდა, შემოდით. ნასია, დღეს ძალიან ლამაზი ხარ. ზაკ, ყველა გოგო ლამაზია. მოდი, შემოდით. ზალინა და ზოი სახლში არიან? ზოის მოუტანეთ შოკოლადი. არა, ზალინა და ზოია თავის მეგობართან წავიდნენ, მაგრამ შეიძლება მალე დაბრუნდნენ. ზაკ, თავს მიხედე მაშინ. ხო, რა თქმა უნდა. დიანა, დაჭირ. მადლობა. ზალინა რომ მალე დაბრუნდება, ეს პრობლემა არ არის. დიდი ხანი ისედაც არ დავრჩებით, მაგრამ ხო, კნოპა გვახსოვს და რა შევჭამ? მე ბროკოლის პიურე გვაქვს თხილით. ბროკოლი? მე ალბათ უარს ვიტყვი. ჩაი ხომ არ გაქვთ? რომელი გირჩევნია, მწვანე თუ შავი? მწვანე ჩემი საყვარელია და ჩემიც. კარგი, წყალს დავადგომ. გოგოებო, არ მოიწყინოთ, ახლავე დავბრუნდები. უკვე სუნი მცემს ამ ბროკოლის პიურესი, ცუდად უგრძნობ თავს. კნოპა, ასე ნუ ლაპარაკობ, იქნებ სხვა რამის ჭამა არ შეუძლიათ. ხო, რაც წეღანო თქვი. კარგია, რომ ნამცხრები მოვიტანეთ. გოგოებო, ვინ ეტყვის, რომ დღეს ბოლოჯერ ვნახულობთ მათ? თუ გინდათ, მე შემიძლია ვუთხრა. არა, კნოპა, დიანა, მის მინე მე ვეტყვი ზაკს და შემთხარი ზიპს. იქნებ რამეს ელოდებოდნენ ფართის შემდეგ ისედაც. იციან, რომ შეყვარებულები გყავს. თან ზიპმა მითხრა, რომ ნორმალურ ადამიანებთან ურთიერთობა კარგად არ მთავრდება. შეიძლება ჩვენ ზომბებად გადავიქცეთ. ან ისინი გახდნენ ნორმალურები. მაგრამ მაგას არ გარისკავთ, ხო? ზაკ, რა გჭირს, რატო ნერვიულობ? ჩვეულებრივად მოიქეცი. ჩვეულებრივად ვარ. არ დაგავიწყდეს, ეს ჩვენი შანსია, რომ ნორმალურები გავხდეთ. ხო, ვიცი. კარგი, წავიდეთ. ხო, წავიდეთ. გოგოებო, ხომ მოიწინეთ? არა, მადლობა ძალიან დიდი. ბიჭებო, შეგიძლიათ ისტორია მოგუყვეთ. ყოველთვის ეგეთები იყავით? ხო, თუ რამე მოხდა, ძალიან გვაინტერესებს. ხო, ძალიან მაგრები ხართ, ზომბები ვით, მაგრამ თან არ ხართ, მაგრამ მაგრები ხართ. ხო, ძალიან მაგრები. ვა, ძალიან კარგი სუნამოა. აქედანაც კი შევამჩნიე. ხო, დიორია. ხო, ვიცნობ. ისე ადრე ჩვენს თქვენერები ვიყავით და მე ზაფხულში ამ მაგარაგზე წამოვედით. ხო, და მე აღმოჩნდა, რომ ჩვენთან ძალიან უცნაური მეზობლები ცხოვრობდნენ. ხო, და ეს ყველაფერი მათი ბრალია, მათ გადახვდეს. საერთოდ ყველას, გოგოებს და ბიჭებს, ზალინას და ზოიასაც. ღმერთო ჩემო. ვაიმე, არ გაგიმართლათ და რომელ სახლში ცხოვრობდით? თქვენ სადაც ცხოვრობთ ახლა მანდ? კარგი, წასვლის დროა, გოგოებო, თქვით რის თქმაც გინდოდათ. ზაკ, გოგოებო, არ შემიძლია. კნოპა, ხო, ერთი წუთით. საპირფარეშო გააქვთ? კი, ტელეფონში რო გახვალ მარჯვნივ. მადლობა. ზიპ, სანამ წასულია კითხე. გოგოებო, რაღაც მინდა მეკითხა. დიანა და მისი შეყვარებული სერიოზულად არიან? კი, ძალიან სერიოზულად არიან და ნასტიასაც ყავს რომეო. რა? კნოპა, ნუ იტყუები. კარგი, ესე იგი, როგორც კი ზაკს და ზიგს დავინახავთ ეგრევე. უკვე მეფხანება მოხდება, ყველაფრის განადგურება უნდა. ვა, როგორ მიდის ვახშამი, ყველაფერი კარგადაა? ვა, გოგოებო, ახალი შეყვარებულები იპოვეთ? კნოპა, შენც აქ ხარ? ჯონდაბა, ბიჭებო, აქ რას აკეთებთ? ახლა მოვდიოდით. ბიჭებო, დაწყნარდით, გთხოვთ. აქ არაფერი ხდება, უბრალოდ ვახშამია, ჩვენ მეგობრები ვართ, ბროკოლის პიურე ხო არ გინდათ? დიანა სად არის? პიურეს ახლა შერი მწვანე სახისგან გავაკეთებ. მორჩა, დაწყნარდით, ნორმალურები არიან და არაფერი არ დაუშავებიათ, ჩვენ აქ მიზეზის გამო მოვედით. მორჩა, შეგიძლიათ წახვიდეთ აქედან, ეს შორი სახლია და ჩვენი წესებია.
რა თქვი? აბა ახლოს მოდი. დავბრუნდი, კალათბურთელებო, აქ რას აკეთებთ? გოგოებო, ბოდიში, ვახშამი ჩაგვიშალის. ზიპ-ზაკ, თქვენი ბრელი არ არის, კალათბურთელებო, გადით აქედან. Smile, გადი. არა დიახ, აქ რატომ უნდა გეძებდეთ? რატომ მომივდივართ? კარგი, კარგად ხარ? ჯანდაბა, გოგოებო, ყველაზე მთავარი არ გვითქვამს. ნასტია არა უშავს, მერე გვექნება მიზეზი რომ დავბრუნდეთ. ბოდიში ბიჭებო, მაგრამ ძალიან ცუდად მოიქცნენ ჩვენი შეყვარებულები. ზაკ, კარგად ზიპ. იცით რა კალათბურთელებო, მრცხვენია რომ ჩვენი შეყვარებულები ხართ. მაგრამ კარგი, არა უშავს. ამ ყველაფერზე ხვალ ვისაუბრებთ სახლში. თქვენ დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხით და დააჭრეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ. კარგად.